იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მუსიკის მასწავლებელი. გამარჯობა მას. მოხედით? დაჯექით, აბა. როგორ ახარ? კარგად, თქვენ? კარგად, თქვენ? კარგად. ბავშვებო, ეხა წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დღეს ცოტა მოკლე გაკვეთილი გვექნება. იმიტომ რომ ჩემმა მეზობელმა მოხუციკალი ერთი მთხოვა რომ სახლის დალაგებაში დავეხმარო და უნდა მივეხმარო ხო ხდებით არა? და ცოტა ადრე გაგიშვებთ. და მაგიტო ხართ ესე გამოპრანჭული რომ მე მიეხმაროთ მეზობელს ხო? ხო, აბა ჩვეულებრივი ტანსაცმლით მინალაგებს სახს. თქვენ ცოტა ბევრ ცხოვარ ლაპარაკობთ? ბოდიშით მას. მაგდანი რომ გემღერათ ლაპარაკის ნაცვლად, დამატებითი გაკვეთილები აღარ დაგჭირდებოდათ. გამოცდა გაქვთ, მალე ხო არ გავიწყდებათ? ოი არა დაგვავიწყებს. ხო, კარგი დავიწყოთ. ესე იგი, დღეს ბავშვებო გვექნება შერეული გაკვეთილი, ესე ვთქვათ. გვექნება თეორიულ საკითხებზე საუბარი, კომპოზიტორების ბიოგრაფიაზე გვექნება საუბარი და გვექნება ასევე პრაქტიკული დავალებებიც. გზად ხართ, ხო? დიახ, მოუნდა. შეგვიძლია და არა და მე მთავრებია თამარ შენთან მომზადება როგორ ძლიერ მოყვარები არა რა უნდა გააკეთო ჩემთან არავინ არ არის ეთყობა რევაზ ლაღიძის ფანია ვიღაცა არა და ტექსტს თუ დავაკვირდებით თქვენი ფანობა უფრო ეთყობა თამარ კარები გამიგებია ხო წემშები ოხ შერამაიმუნი გოგო იქნები ხო აი მას კაკუნია ჩვენთან არიან ხო გითხარით გაჯექი მე გავაღებ მიცანი თამარ ვერა ვერ გიცანი ეხლა თამარ მიცანი ვერა ვერ გიცანით მართლა ვერ მიცანი კაცო ვერ მიცანი გოგო ბიჭო მოსწავლეები მყავს და იმიტომ ვერ გიცანი შემოგიშვებ მოსწავლეები მყავს შემორასწორნელი გაქვს თამარ ჯერ დავნით მე ყავი ამეცადინებ ბავშვებს აქვთ გამოცდა და ცოდოები არიან მეც არა ვარ ცოდო თამარ მე ჩემი ცოდა ვარ მეც მინდა მამეცადინო თამარ გეხოწერი მამეცადინე დილით მამეცადინე საღამოს მამეცადინე გამაღვიძე და მამეცადინე კარგი მას ვინ არის ის არის რა ქვია ვინ არის როიალის ხელოსანი საერთოდ ძალიან პროფესიონალია. კვირაში 2-ჯერ 3-ჯერ მოდის და ესე მიწყობს როიალს. უბრალოდ და შეიძლება აწყობა თამარ. შემომიშვი თამარ, იცით მე როგორ ვაწყობ. შემომიშვი თამარ, გეხვეწები. ერთი სული მაქვს, როდის ავაწყობ თქვენს როიალს, მე როდის დავში. გიჟდება როიალის აწყობაზე. გიჟდება. კაი, მოდი გავაგრძელოთ ახლა. მინდა გესაუბროთ ბავშვებო, ბახის პრელუდიებზე და ფუგებზე. მას ბახის ფუგას ისარჯობია? Boys, Sabrina prostitutka. Boys, Sabrina dam mi szans. ხდება რა დაჩაკით ახლა უზდელი ბავშვები ესენი შემომიშვი თამარ. მამეცადინე ძალიან ხუთ ქალბატონ თამარ. ბავშვებო ეს ვეღარ მოვიცინე ქალბატონ თამარ სიმღერა შემომესვა და მეც ვინა რომ მამგეროთ თამარ. ეს არის ბავშვებო ჩემი მეზობლის ბავშვია ესე გვერდით სადარბაზებში ცხოვრობს და გადმოდის ხოლმე და ვამეცადინებ კარგია იცი ისა ვასო შეხარ ამაც შემდეგ ჯგუფში გეხოწები თამარ ვერ ვიცენ გეხოწებით რა მოიწმინე ცოტა ხანი და შემოგიშვებ ამ ბავშვების შემდეგ ამდენი მოწმინება დამთავრდა უნდა შემოვიდე ამ აღამშენში ქალბატონ თამარ გეხოწებით რა ისა მღერისო მას რას ეთყობა ის არის პატა თედიაშვილის ფანია ეთყობა მაგიტო იმღერია თამარ გეხოწებით მამღერეთ რა ასეთ სიმღერა მე ვიცი დაახლოებით 500-600 მოდი რა წადი
და ცოტა ხანში შემოდი. აი ამ ჯგუფს რო დავამთავრებ ამ ჯგუფთან მეცადინეობას, მერე შემოდი. ქალბატონო თამარ, მე მაინტერესებს თქვენ რა იმესი გეშინიათ საერთოდ ქალბატონო თამარ? ცხოველიც მაგალითად. კი, თაგვის, მაგრამ რა? თაგვის არ ვიტყვი თამარ. მას ტანო, გულწარტა უცხოთ მარეს. ზილფო, კარებო, ვერ გამოვეცადარებო. აი, თვალდარდანო, წარო მისადარო. მისადარებო. გადი იქ. აუზე დამოწე მისადარო. თამო მისადარო. მერე შემოდი. მალე დავამთავრებ. მისადარებო. ოი თამარ. მას აი მე რა. თამარ. აი, ცოტა ეს არის ძნელად აღსაზრდელი ბავშვი, არ მიაქციოთ ყურადღება. თქვენ ასე არ მოიცეთ არასდროს ბავშვებო. კარგი, მოდი, ახლა თქვენ გქონდათ დავალება რაღაცა სიმღერა მოგემზადებინათ. თუ ასეა? მოამზადეთ? მე მოვამზადე მას. ხო. აინოლა გურგულიას რა კარგი ხარ, რა კარგი. უფ, შვენიერი. იმღერებ ხო? მიდი და თუ აბა შენიცი? აი და რარი გიხდება ძირას ხალია მოდი გვერდზე მამიჯეკ და მიმშვენე მხარია რა კარგი ხარ რა კარგი შუშ პატარა მოჩქეფარე მოდი შენთან გენაცვალე ზეგალად გადმომე მას რატომ შემაწყვეტინა სიმღერა ამ კაცმა რა უნდა? არა საერთოდ შემიწყვეტია ბავშვებო არ დაგიმალავთ მე ვარ გიორგის მშობელი ხო და წინასწარ რო გაგვევლო ეს ბახის ისენი რაღაცები რო ჩავიწერო დავალებები რო ჩავიწერო და გიორგი ვერ მოვა მასწავლებელო გიორგი ვერ მოვა აუცილებელი საქმე გამოუჩნდა და მე გამომიშვა რომ ბახის რაფსოდიები იქნება მამა იმეცადი რაფსოდიები კი არა შემდეგი დავალება იქნება ბეთჰოვენის ბიოგრაფია კი ბატონო ბეთჰოვენის ბიოგრაფია არა ყველაფერს იმზადავარ დიახ ბევრი ბიოგრაფია კი ბატონო თქვენ არა თქვენ შულს გადავცემ ჩემშიც გადავცემ აუცილებლად გადავცემ როგორც სანამ გადავცემ მანამდე პრაქტიკული მეცადინეობა მიდაფაბო ქალბატონო თქვენ პირადად დიახ ქალბატონო თამარ პრაქტიკული მეცადინეობა მინდა იცით რა ბავშვებო მოდი დღეს დავამთავროთ კვეთილი კი ბატონო ხო და შემდეგზე არ დააგვიანოთ ხო უნდა ზემოთ ხო ის დავეხმარო იმოხმაროს სახის დაალაგებაში უნდა დაეხმაროთ უნდა დავეხმარო კარგით მას კარგად აბა კარგად ტელეფონებით შემოდი არ ჭირდება ვიდეო გადაღებები არ ჭირდება დიახ კარგად დანებოდეთ ბავშვებო მას აი ეს დირიჟორის ჯოხი დარჩა ბატონს და აი ეს ნოტებიც ახლა მადლობა ბიჭო რა არის ესენი თამარ არ დამზოგო თამარ მომღერე გამღერო რა გამღერო მომღერე რა უცხოური ჯექსონი თუ კიდე რამე ისეთი რომ დანიაროს რომ მოდი ქართული კი ბატონო ქართული ვიღეროთ უფრო ისეთია ცეცხლოვანი ლა 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 ბავშვთა გასართობი ცენტრი. მობრძანდით, შემოდით. მე გენაცვალთ, მოდით. მალი რა. გამარჯობა. მოიხადეთ, კაცო, ესენი თავზე არ გინდათ, ახლა სხვა სამსახურში არ ვართ, მოიხადეთ. აი ეგრე. იქ დააწყვეთ, არ გამიფუჭოთ, მე ძვირი მაქვს მაგაში გადახდელი იქ დააწყვეთ. აი ეგრე, დაბრძანდით. პრეტენზიით ვართ მოსულები. შენ შემოგილე, ჯერ დაბრძანდი და ამიხსენით რა ხდება? არ მინდა დაждომა რა დამაჯი. კი ბატონო, რა ხდება გამაგებინეთ ვასილთან დაკავშირებით. რაღაცა ჩვენი ტროლი რო არის, ხო ხდებით ვიზედაც გეუბნებით ახლა. რა ხდება, რა საკეთებს? ძალიან უცნაური კაცია ეს ბატონი ვასილი რა. უცნაური იქნება შეკაი ადამიანი 45 წლის კაცაცვია ტროლის ფორმა და ცოტა ახლა უცნაური იქნება, მაგრამ იქნება. არა, სახალხო არტისტია თან კაცი. ბავშვები უნდა გაართოს ეს ნერვებს უშლის, რაღაცა თეატრალურ დადგმებს უკეთებს და
გავაგდოთ კაცო და მიხედოს იმ თეატრების მეტი რა არის მესმის რომ გამოაგდეს მაგრამ დაბრუნდეს კაცო აი ესევე თავის თეატრალურს აწვება და ვერ კი აბა რა შევა ეს ბავშვებთან ისევე თეატრალურ დადგმებს აკეთებს კი ბატონო არ არის თქვენ რა სიტყვით ანუ ჩვეულებრივად მოვილაპარაკოთ მაშინ ახლა დაბადებული მყავს ბატონი ვასილი შემოვა და ერთობლივად გაუშვათ სამსახურიდან უთხრათ რომ ასე და ესეა საქმე არ ჯდება ახლა ბავშვთა გასართობ ცენტრში თეატრი არანაირად არ ჯდება ხო კი ბატონო მოვა ახლა ვასილი და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება მობრძანდი ვასილ შემოდი მობრძანდი გამარჯობა ვასილ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხზე დაგიბარეთ დიახ მოკლედ არ მოგწონს თქვენი ბავშვებთან მიდგომა მთლიან გუნდს და ეს არის ბავშვთა გასართობი ცენტრი და ჩვენთვის ბავშვები ყველაფერია ამიტომ უნდა წახვიდეთ სამსახურიდან ერთობლივი გადაწყვეტილება ეს არა დამაჯერებელი ბრძანდებით ბატონო დირექტორო ხელახ უფრო მეტი ენერგია გამოვუშვით რას ქვია რა დამაჯერებელი კაცო გიშვებ სამსახურიდან აღარ იმუშავებ ჩვენთან მეტი დამაჯერებელობა მეტი ემოცია ჩატოვე სამსახურის უფრო მეტი ემოცია გამოვუშვით გაეთრიე ჩემი კაბინეტიდან მეტი რა გითხრა შეკაი ადამიანია ეგ უკვე კარგია ეხლა მითხარით რაზე დამიბარეთ შეკარგო ადამიანო გითხარი უკვე რომ არ მოგწონს მთლიან გუნდს თქვენი ბავშვებთან მიდგომა ამიტომ გიშვებ სამსახურიდან აქ სალაპარაკო აღარაფერია მე მგონი ხო დამეთანხმებით უყურე როგორ რას ამობთ ქვეყნის დამსახურებულ მსახიობს ССРК-ს შრომის ორდენის მფლობელს მე მიშვებთ სამსახურიდან კი გიშვებთ სამსახურიდან კი ბატონო გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება ანუ მიშვებთ სამსახურიდან მე ცნობილ მსახიობს საბჭოთა კავშირის შრომის გმირს მიშვებთ გიშვებთ ბატონო გიშვებთ არ მიშვებთ რა იქნება გეხოცებით არ გამიშვებთ გთხოვ გემუდარებით თქვენი მუხლების შირი მე ბატონო თეატრიდან გამოვაგდეს აქედანაც ნუ გამოვაგდებ გავიგე ბატონო ოჯახი მშიერი დაამჩება გავიგე ბატონო ვასილ გეხვეწებთ მე პირადად ჩემი მიზეზი თუ გაინტერესებთ ეს არის რომ რას დაბადების დღის ცენტრში მოხვედით დაბადების დღეები მიყავთ ორ მოქმედებად ვერ ხვდები რა ახლავე აგიხსნით ერთი წუთი უკაცრავად პირველი მოქმედება ბატონო რეჟისორი არის ის რომ ბავშვმა გაიგოს საერთოდ შეისწავლოს რა ხდება სცენარი აღიქვას და გაანალიზოს ხოლო მეორე მოქმედება მსახიობს ჭირდება იმისთვის რომ ფსიქოლოგიურად მოემზადოს რომ შეიჭრას როლებში და ითამაშოს არაჩვეულებრივ რა ფსიქოლოგიური მომზადება ბიჭო შეხარ ჩვეულებრივი ტროლი შეხარ ჩვეულებრივი რა ქვია პერსონაჟი შეგამოსწირებულო რა თუნდა ფსიქოლოგიური მომზადება ბავშვ გამაგებინე მითხარი შეხარ პერსონაჟი მე ვარ გამოსწირებული ბატონო რეჟისორო ჩემზე ამბობთ ამას ცნობილ მსახიობზე ССРК-ს ოქროს მედალოსანზე ერთი წუთი მოდი არ ვიცი რა ბატონო ვასილ ახლა ბევრი მიზეზები არსებობს მაგალითად ის მიზეზი რომ 1000 ჯერ გითხარით რომ ბავშვებს ესაუბრეთ ბავშვურ ენაზე რამე პერსონაჟის ხმით ესაუბრეთ ამას ვერ მივაღწიე თქვენთან ბატონო ხო ასე არის ვერ მივაღწიე ამას მე თქვენთან ანუ ბავშვებო გილოცავ დაბადების დღეს და ეს არით მრავალს აღარ თქვა ვაიმე აი ეს სიცილი ხალხო რა აი მილიონჯერ გითხარი შეკაი ადამიანო რომ რაღაცა ბავშვი აი პერსონაჟის ხმით რამე მულტფილმის აი პერსონაჟი რამე მითხარ აი ისა რა ქვია დონალდ დაკის ხმით გააკეთე ხო შეგიძლია მე ნიჭიერი მსახიობი ვარ შემიძლია ყველაფერი ამაზე გინდა გადაერდოთ მომავალი თაობა ვაიმე ვასი აი გაგვაგებინეთ რატომ ხართ ესე ყველასგან განსხვავებული და გამორჩეული კაცო გაგვაგებინეთ ჩვენს მე სახალხო არტისტი ვარ და თქვენ არავინ არ ახართ არავინ მომისმინე ვასილ სახალხო არტისტო გეხვეწები ძალიან ბევრი საჩივრებია ძალიან ბევრ თანამშრომელს აქვს პრეტენზიები მაგალითად ვინიპუხი გეხვეწები რა პრობლემა ქონდა შვილო ადექი უთხარი და დამავიწყდა ზუსტად რას ხია რა პრეტენზია მაქვს უნივართოთ იღებდა ფორმებს მე ვიღებდი უნივართო ფორმებს კი საგრინიორები ჩაკეტილია პერსონაჟები ლამის არის ქუჩაში და მე ვიღებდი კიდე ფორმებს დაუკითხავაჩე ბუზარო კი შენ იღებდი ფორმებს ამ სამსახურში მუშაობის დაწყების დღიდან ყველამ კარგად იცოდა რომ დათვი და მგელი ვიყავი მე
სად მიდიოდა ფორმები ჩემ დაუკითხავად. მე დევინს რატომ ეცვა? რათვის ფორმა? როცა იცით რომ აქ დათვიდა მგელი ვარ მე. რა გავაკეთო ბატონო რეჟისორო? ყველა ჩემ წინააღმდეგ რა იყო პირის შეკარით ოხრებო? დაუშვათ გამიშვით მე ბატონო დირექტორი. კი ბატონო. ვინ ითამაშებს ტროლს ჩემს მაგივრად ერთი და მისახელეთ ვინ ითამაშებს? ონისე ითამაშებს შე კაი ადამიანი. კუნინძას თამაშობს და ტროლს რატო ვერ ითამაშებს? ითამაშებს. ონისე ითამაშებს? ეს ბეჩავი გაუბედური მებრუხანა ითამაშებს ტროლის როლს? ეს უნიჭო ერთგვაროვანი არსება? ვინ არის ბიჭო უნიჭო ან რა თუ უნდა ტროლის თამაში ნიჭი რა ჯანდაბა თუ უნდა დეიფარ ეს თავზე და ითამაში. კი ბატონო. ამას მე მეუნება თუ თქვენ ბატონო დირექტორი? თქვენ გეუბნებათ აშკარა. მე მეუნება? მე მეუნები მაგას შეუნიჭო? შეპროვინციელო დალაქო? მე რო რეჟისორი ვიყო კავკასიურ ცარცის წრეში, ცარცის როლსაც არ მოგცემდი. ბებრუხანა თავსაკმონებო ხარ. გუშინ პირადად ტროლს რო გვახსოვს, 5 დაბადების დღე ქონდა ჩანიშნული და არც ეცი არ გახვედი. დიახ. რატო არ გახვედი? რატო გამაგებინე? აი ეგ მითხარი, რატო არ გახვედი არც ერთ დაბადების დღეზე? მე ჩემ რეპლიკას ველოდებო. არ მაინტერესებს ვასილი, რეპლიკებია, გამაგებინე რა. ერთი წამი გუშინ დაბადების დღიდან ბავშვები გარბოდნენ. რა გააკეთი ასეთი ბიჭო? ჩამივარდა ბიზნესით, მაუ ეგრე არ ხდება აქ რა. რა გააკეთე ესეთი რომ ბავშვები გარბოდნენ? ეხლა რეაგირდით ბატონო დირექტორი, რა ხში იყო საქმე? მე შევთავაზე სახელობის მწვერვალი მაგ ბავშვს. მე მას შევთავაზე მონანიებიდან პერსონაჟი ვარლამ არავიძე. არავიძე. დავიგეთ, ვიცით. ვისი დაბადების დღეა? კარგით რა. ვინ გახდა 5 წლის? დავიღალეთ ბატონო დირექტორო. აპლოდისმენტები იყო საჭირო ბატონო დირექტორო. აპლოდისმენტებს დაგიკრავეთ გარეთ. დავიღალეთ ბატონო დირექტორო. მარტო მე კი არა, ყველა დავიღალეთ. კაცო, ყველა დაბადების დღეს ცარცის წრის მუსიკით ამთავრებს არა და ამ ბავშვებს კაცო ეს ბეიბი შარკი უნდა. ბეიბი შარკი გადასარევია კაცო. მაგაზე ვარ თლიანი გუნდი აწყობილი, რას კი. ერთი წამით. დიახ. ვასილი? ეხლავე? არა ვარ. თქვენ კითხულობენ გა? დამსახურებული დრამატურგიული გასართობი ცენტრის ტროლი გისმენთ? დიახ, მე გახლავთ. დიახ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონო დირექტორი, ესე იგი მიშვებთ ხო სამსახურიდან? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი. ახალი შემოთავაზება მივიღე. აბა, გაგვაკვირვეთ. დამკრძალავები უროდან. ანუ? უნდა დავიტინო ხალხი. ფორმა დატოვეთ და ისე გამბზავნეთ, გეხვეწებით რა. მოკლედ მეგობრებო, ესე იგი ვასილის პრობლემა. კარგი. მატინე პოლიკარპე. მოკლედ მეგობრებო, როგორც იქნა ვასილის პრობლემა მოვაგვარეთ და ჩვეულებრივ რიტმში გავაგრძელებთ მუშაობას. მადლობა. ხუდები არ დაგჭირთ, გეხვეწებით რა. კი, აი, ყველა ამასაც გავიყოლებ ეს ძნებს და ის. აი, წყნარდები რა ზღვის ამ ამბებზე. შეიგეთ. ეხლა კარადა გავაღე. მგელის ფორმა არ იყო კარადაში. ვაიმე. კარგად იცოდა რომ მგელი ვიყავი მე. გავიგე, ტინკი-ვინკის ფორმასაც მოგცე, ოღონ გადი აქედან. ყველა კარგად იცოდი. გავიგე, გოჭი პეპას შეგიკერავ პირადად, ოღონ გადი. ქალების პროფილაქტიკა. უკაცრავად არის ვინმე აქ მანქანის შემოწმება მინდა და უკაცრავად. კაროჩე რა, ესე იგი კაცი თუ მოდის მანქანით, ეგრევე ხვდები რომ მაგარი საჩარჩო მანქანაა რა და ქერა თუ მოდის, ქერა კაცი. ვაფშე ტუპოები რა, აი აზი არ არის. გუშინ ქერა ტიპს 2 საათი ვუხსნიდი შარავოი რას. კაი რა, კაი გაძლება დავშე. გამარჯობა. აბა, სათია, თამარი. ისმენ თაბა. ისა უკაცრავად, ანუ არ გეწყინოთ, რასაც ახლა გეტყვით, მაგრამ ანუ გოგუები ხარ და ერკვევით მანქანაში მაგდონეზე რო შეამოწმა. გასაგებია. დიდი დაქოქეთ წალა. აი, დავქოქავ.
უცებ. არ დაგიგორდეს ბიჭო. ჰა, კაი, გამორთე, გათიშე. გეტყვი რა, მატორი ძალიან კარგად მუშაობს გამართულად, არც გარე, არც შიდა ისინი რემნები არაა გამოსაცვლელი. პროსტა ზეთია ჩასამატებელი რა მატორში რა. და კაროკა ცოტა ჯორგანიებს აკეთებდა და ზეთია გამოსაცვლელი. დავაგზავნო კიდე? რავი, არა, იყოს, გასაგებია ყველაფერი. ეხლა მე მიმიშვის, როგორი თემაა, იცი? ცოლი ხავს, მაგრამ ღალატობ რა. მანქანის ძრავის მიხედვით თუ იმჟელებს, როგორც კი ძრავის დაგუხავ ეგრევე ადგილიდან ძალიან სწრაფად გარბიხარ, იმიტომ რომ საყვარის ქმარი მოდის და გასაქცევი გაქვს სასწრაფოდ. მაგრამ ძრავის დავამატო თუ არა, არაფერი არ დავამატო, საკმარისია, არაფერში არ მეყარე. ძალიან კარგი დავაპლიო. შევამოწმოთ უბრალოდ რა. გიგარო მომისმინეს წუთი. მე ვიცი რას ვარ, მე ვიცი ელექტროობა, მე ვიცი კარობკა, მე ვიცი გიტარა, მე ვიცი შმიტარა, მოკლედ პროფესიონალები ვარ ჩვენ საქმეში. ამიტომ გვენდა და მოეშვი მოდუნდი, თამარა სიტყვაში. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ახლა რა ჭირს მანქანას ეგრო გამიგოთ თუ შეგიძლიათ. მიდი ჯიგარო გაბატე ამიხადე. უცბაობს. ისე კაი მოვლილი მანქანაა რა. ხო, კაცისგან ვიყიდე რა, სამსახურის სახლი. ხო, გოგო, თაკოს ხო არ ვაჩვენოთ? უეჭველი უნდა ვაჩვენოთ, იმიტომ რომ მოიცა. თაკო, მოდი რა, ჩახედე რა. თაკო, შეხედე ერთი რა, აბა. რას ფიქრობ? კაროჩი არაა მარტივი რა. რაღაცა დეტალებს შეუცვლი, იქ ვიზუალს გამოვასწორებ, შემოავლებ ხას და კაი იმზე დადგება. გოგო, ვის შეავლებ შენ მანქანაზე გეკითხე? მანქანაზე მეკითხე. შეხედე რა, მიდი რა. როგორი თემაა, იცი ცოტა რაღაცეები აქვს რა აქ. რას ფიქრობ, აბა? მანქანას დედა აქვს. აღარ გაკეთდება? მეგა. ახლა რაღაცას მოგიხერხებთ რა. აუ, ჩემი ცოლი მომკლავს. თაკო, რა ხდება ხა რა ჭირს, რამე ისეთი თემაა, რომ ვერ მივხედავთ ამ კაი კაცს? კაროჩი სავალია რა. ხო გეუბნებოდი. ეგაა რა. გავედი მე იმ მანქანას უნდა მივხედო, გამაწამა იმ დედანა. მიდი. აუ, რა ხდება, გამარკვიეთ ბოლოს და ბოლოს, რაშია, რა გაფუჭა. სავალი ნაწილია ხო გეუბნე, ამორტიზატორების თემაა რა. პროსტა ეხა იამა დაკავებულია, იქეთ ვერ შევაყენებ რა. ამას კიდე ესე ვერ შევუწევი რა. კაი გოგო, ასანთის კარობკასავით მანქანაა, შენ მოძვინულ ქმარს უწევი და ამას რანაირად ვერ შევუწევი. რა გჭირს დაო? ნუ ხრიალებ გოგო ერთი რა, გახეული გრუში წელივით. მიდი აბა ისა, შენ შეუწექი, მიდი აბა. მე შეუწე? ხო, მიდი. მე რატო უნდა შევუწე? ხო, ეგ არის რა, ხო გეუბნებოდი ადექი. ასე რანაირად მიხდი? ამორტიზატორებია რა. გითხარ, თავიდანვე დიაგნოზი. ეგრე როგორ მიხდია? ეგრე კი არა, მანქანის შეუხებლად ხვდები ყველაფერს. ეხლა გეუბნები, მოდი რა უნდა ქნა გეტყვი რა. გვერდზე გადადი ნინოსთან, ჩემი სახელით და უთხარი რომ ორი წინა ამორტიზატორი მოგცეს. მერე გადაიტანე ეს ამორტიზატორი ნანასთან, რომ ჩაგიპრესოს. მერე ეს ჩაპრესილი ამორტიზატორი მომიტანე და დაგიყენებ რა. აუ, ეგრე საჩალიჩოა კაცო? ხო, აბა, ამ სიცივეში დგომა კი არ მეხალისება. მე სახლში ანგელოზივით ქმარი და ორი შვილი მელოდება თორე. აქაურობას არ გავარტყი კარდანში? ისე კარდანსაც ჩავხედოთ მერე. ჩავხედოთ, რავი, ყველაფერი შევამოწმოთ. კაროჩე, თუ არ ჩაიპრესა, მერე მეც მაქვს ამორტიზატორები რა და მოგცემ რა. პროსტა ცოტა ძვირია რა. მაინც რა ღირს ახლა სხვასთან რო არ ვირბინო და 450 ლარი ღირს ერთი რა სამო 450 ძალიან ძვირია ხო არა? რა ძალიან ძვირია, გადი და 600 ლარზე ნაკლებად თუ ნახავ სადმე რა. პროსტა ეს ფასი იმიტომ გითხარი რომ ჩემი დაქალიშვილს მიგამსგავსე მაგრად. და პატივს გცემ რა. აუ გოგო 18-იან სავიღებ რა 18-იან და აი მანდა და კარჩე თაკო პომპა მგონია აქ რა. არა, გამორიცხულია, ამორტიზატორია რა, ან რასპრედვალი რა. მაშინ პორშირები და მახავე კი უნდა იყოს უეჭველი რა, ისეთი სიტუაცია რა. აუ ეს რუსული რა პონტია, რომ ქართულად რო თქვა, ანუ ვერ გებულობ ამ ნაწილებს. მომსმინეძმა ვაქ ჩვენ ენაზე ვლაპარაკობ და ქართულიანის პალატა თუ გინდა სხვაგან არის, უბრალოდ მანქანას ვერ გაგიკეთებთ ზმა, რა ვიცი, გინდა ეკთება.
დაფიქრი რა 19.22 რა და შეიძლება გაატრაკე კაცო ვერ გავიგე იყიდეთ რა ბლა ვაიმე ჯერ ხომ მიაქ ეს კლუჩები რა და მე აი შანსი არ არის ზეთიანი რო არ მოიტანოს რა გაწმინდე რა და ვაფშე იყიდე შეჩემისა 78 ლარი ღირს მეტი ხო არა არო შეძმაო როგორი თემაა იცი თამარ მე მგონია რომ აქ თლიანი ხადავოის თემაა გამოსასვლელი რა გამოსვლით ამ ხადავოის და მე ირბენ კანფეტივით რა მე მგონი ეგაა ეხლა ხო და რა დამიჯდება ეგ ხადავოის გამოსვლა რა ნუ ეხლა ძირია რა ვიცი ხლა რა რამდენში უნდა დაუსვათ თამარ რავი დაუთვალე მინდი რავი მოკლედ ტულკები გვინდა რა გზეტა ესა სტოპისად ლარი გექნება გადასახდელი ხუნდები გინდა ძმაო კიდე ეგეც სადღაც პისეტლარში რო ჩაუთვალოთ მედი ხო აი ბიჭია რა თან შენი დაქალის ბავშვს გავს ხო მედი ხელობა გზეტა 200 ლარა და იტოქში რა სადღაც გაწი გამოწი გრუბად რო ვიან გარიშოთ 400 ლარი გაგიჯდება სამო 400 ლარი ძალიან ძვირია რა აქ ესეთი რა არის ძმაო ჯიგარო გაძვირდა ცხოვრება ეხა რეებს ლაპარაკო გუშინში სალონში ვიყავი და თმის კერატინი დამიჯდა 400 ლარი და თლიან ხადავოის რო გიცვლი შენ და ამდენ ნაწილებს გისვავ ძმაო ეგრე არ ხდება მაშინ წადი აგე იქით აკეთებს რამაზან და იმასთან გააკეთე 100 ლარში მეორე დღეს ჩამოვარდება ყველაფერი ხა რა ვიცი დაგეშლება ყველა კარგი რას ვიზამ იცი მოდი მე დავიწყებ ხა რა ამორტიზატორების მოხსნას მოიცა ეს მთლიანი მანქანა ანუ გასაკეთებელი ანუ კალბაკებიც არა აქვს ნორმალური არა კალბაკები იდეალურია კალბაკი კაი კარგი დავიწყებ ხა მე რა ამორტიზატორების მოხსნას სად არის ის კლუჩი გოგო სად არის ის კლუჩი მოიცა ერთი განამარ წაიღო წეღან მოსული კიდე ანამ წაიღო მაგან წაიღო არა გოგო რა წაიღე ფაფუს მოტანა არ უნდა იცოდე ეს დედა აი მე ბოსიში რა აბა თავიანთ ენაზე თუ არ ესაუბრე ისე კი არ ესმით აუ ერთი წამი რა ჯიგარო რა გოგო მოდი ეგ ამ მანქანას უეჭველი ექნება ეხა კატალიზატორი ხო როგორ არა ხოდა გაიყვანა ერთის ხო მე დიწუთი რა ჩამოვღრე უცებ კაიდი ხვეწები და რა წინ მე რო ჩამოიღო ამის კატალიზატორი და აიწყებს ეგ გულს და მე კვამლი და რა ვიცი და დავიწვევით ეგრე ალუმინის ტყუებს ჩაუყრი და მოგუდავს ხმას რას მოგუდავს წინაზეც მაგას მეუბნეოდით მოგუდავსო მაგრამ ის კაცი მგუდავდა მე იმ მანქანის პატრონი მე რეგე ხვეწები ნუ არ მე მაშინ რა გავაკე ოიცა აი ხა ვიფიქრეთ ჩვენ მიმსჯელეთ და უნდა დაგვიტოვო რა მანქანა რა და დამახვედრებთ გაკეთებულს ხო? ხო აბა რას ვიზამ კაცო უცხო ხო არა ხა კარგი მაშინ წავალ რა დავიყვან არა მე ეუბნები რომ მეთქი შეც მაგარი გაცვეთილი ხარ მეთქი ბიჭო თქო და ესე გაუკეთე და გაიწე ეგრე მეთქი რა დამალეთ გარბოდა რა ტიპი მეთქი შეახვარო მეთქი ნო ტიპი გაიწე გამოვშტერდი დებო გეფიცე რა მაგარი ტიპი ხარ ჯირა გაჰყო აუ გონა მე მისოყოლებელი რა გამარჯობა უკაცრავ ანუ მანქანა რო დაგიტოვეთ გუშინ გასაკეთებლად გამარჯობა აუ შენ ისახარ ხო ჩემი დაქალისებს რო გავხარ ხო ესაა ხო ეს არის ბიჭო რა მოხდა იცი გუში რო წახვედი ეგრევე დავიწყე შენი მანქანის დაშლა რა ხო და უცებ პატარაზე კრასკა აძვრა რა მე მივყევი ფხიკე და ვაფშე სხვა მარკის მანქანა გაიჭირა გამოვხერდი ყველა ძმაო აი შოქში ვიყავით ყველა გამოვხერდი ანუ ეხლა რა გავაკეთოთ მე როგორ უნდა მოვიქცეთ რა ძმაო როგორი თემაა იცი ხა ჩვენ ამ ფირმის მანქანებს არ ვაკეთებთ რა მაგრამ ხო ფიზიკურად ვერ მოვკიდებთ ხელს მაგრამ სამცხრიანებში იქით რო შეხვიდე ნათელა ხო გაუკეთებს მიხედავს მაგრამ ნათელა რას მიხედავს მაგას თავის ქრისტის ვერ მიუხედავ მაგრამ ისე მართლა მაგრად გავხარ ამის ბოლშის ბაქარის იმერელი ხელოსნები რამ ხელასახლიები ეს რა კაი შეკვეთა მაქვს აქ მოტეხილი რაღაცეებით სოფელში სახს გავარემონტებ პატარა რაღაცეებს გავყიდი და სორშვილს გავუშვებ ქობულეთში რატო ჩემა ბოშმა არ უნდა გეიხვანჩალო ჩემა ჯანჯლება ბოშმა ერთხელ ქვაზე რა გაია ბიჭო მოწყობილი მაგ ცხოვრებას ზალია შენ მეთქი უფროსი ხო არ არის თქვი რას აკეთებ ამე რას აკეთებ და მუშაო ბიჭო რას ვაკეთებ? წამოწოლილი ვარ, სახავ გეგმებს. რას?
ბიჭო, მამისვინე და ჩემი გასხოვებით მე გავაკეთე ყველაფერი. გადავანაწილე და რა გადავახარისხე რა ვარც საჭირო იყო ისე. ის 10 ბაჭკა ხო? სულ ყველა, короче, დავიმასკინე 10 ბაჭკა მოგჭა იქიდან და დავაწყე აქეთ ხრეში, იქით ცილა, გიფსკარტონი და მე ვიდოს ის ხალი და დღეს ხო ისედაც უნდა მე ვიდოს და წეიღოს ბარემ თუ არა. ორ დღეს მოვჩები და სულელი ხო არ ხარ ზალია არ გადამბიგო ახლა ბიჭო. რა უნდა წეიღოს ბიჭო? შევიჯო სულელი ხო მაგწებო ცემენტის ფულით ბიჭო ახლა ბოუში გოუში იმაზე ზღვაზე დასასვენებლად ბიჭო. დასახული და ყველანაირი ბიჭო. რა შემიშლის კაი შენ ბიჭო ძალიან ალალი ხარ ბიჭო. გამეიფხიგე ცოტა ძალიან თუ არა ვერ მიაღწე მასე ვერ ახლა მე ეს კრასკავი მასაკრა. ისე ზალია ახლა რაც ხა შენ ცოტა ჭკვიანი ბიჭი ხარ და გეი ხვანჩალებს არის სწორედ თუ გეი ბარდღალებს. წინადადებაში მითხარი? ჩემი ბოუში ზღვაზე გეი ხვანჩალებს თუ გეი ბარდღალებს. არა, მამისვინე ზღვა არის ცოტა ფართო და ზღვასთან უნდა გეი ბარდღალებს. გეი ხვანჩალებს ცოტა პატარა იმაში ტაში. მართალი ხარ შენ. ახლა რაღაც პატარა. მაგარ უნდა გეშლებოდი ახლა შენ. სხვათა შორის. აი, ახლა რაღაც გავაკეთე. ბიჭო, ხო შენ მოვა, ის ხარ დახვდა ორი დღის შპალიერი ახლა, ზალია შპალიერი. მარჯვენა, მარჯვენა. კარგად, როგორ მიდის? საქმეები. შპალეს ვაკრავდი ახლა სამწუთში და. ხო, კაი ბიჭები ხართ. გავდივართ ხო ფინალისკენ, ნელა-ნელა. კი, ორი დღე დაგვჭა, ძირითადად კოსმეტიკური რაღაცები დარჩენილია. ერთი წამი ხალბატონი შეამოწმე აგერ შპალერი როგორია. ორი დღე მინდა შევიხედო კიდე. ბიჭო, შენ ჩამოუგაგლე ამას, ცოდვები ბიჭო, ვერ გევიგე შენ. დამქირავებს ელაპარაკები თუ მამაოს, ამინა რა გინდა? ევიდე, აგინდა, ვერ გევიგე. რა ორი დღე? ხუმრობს, აია, ხუმრობს თუ არა, ფაქტიურად ჩვენ ახლა მართალი რო გითხრას დაგვიწყია სიმონ ახლა რო არის მას ვთქვათ ხო არც დაგვიწყია ფაქტიურად ახლა არის ისეთი დახმარი არის ჩემი და მოიცა ერთი წუთით რა რას ქვია არ დაგიწყიათ რატო არ დაგიწყიათ ხო ცოტა აროჩი ამინდება ვერ ვიქნა კაი საქმე და ამინდები რა შუაში ადამიანო სახლში არ მუშაო ხო დაი ახლა მე შენ მე სოლარიუმებს და რაღაცებზე ხო არ გელაპარაკები იმიტომ რომ არ ვიცი და მე რო ვიცი მაცადე ახლა აგურე აგიხსნი რა ხდებოდა წვიმები წამევიდა თხლეშა წვიმები და მე სილა და ხრეში ხომ აქ დაბლა მოტანილა გასალეს თიასტკა 1000 ამბები წეიღო ამ ზღალმა და შეიტანა ჩემი სახლის ეზოში სილა და ხრეში გაროჩი რას ლაპარაკობ ხო და ნუმაწიკიებ ახლა იქიდან კაჭკით გეხვეწები არ მაქვს მაგის დრო ფიზიკო ეგ რო ამევიტანო ვერ დავამთავრებ ახლა ვერ აი არ არის პრობლემა თქვენ მითხარით რამდენი დაგჭირდებათ და მოვატანინებ ყველაფერს კაფელი დაგვაკტა კიდე კაროჩი ცოტა ხალბატონო მაგ ახლა როგორ დაგაკლდათ ვანაში აბაზანაში დაგვაკა ვანა თუ რაც არის ხო აბაზანა კარგით იცი რა გავაკეთოთ აბაზანაში და სამზარეულოში ხო ერთი და იგივე კაფელს ვაკეთებ და აი სამზარეულოს კაფელი რო გამოიყენოთ აბაზანაში ხო შეიძლება გამოვიყენეთ ხალბატონო სხვა ხაშოეს და ეგეს დაგვაკტა მაგ ჩვეულებრივად მიგვაკტა მაინც რა კარგით როგორ დაგაკლდათ ახლა თქვენ რაც მითხარით რომ დამჭირდებაო იმაზე 10 კვადრატით მეტი მოვიტანე ეს მასალა და როგორ დაგაკლდათ რა არის იცი ხალბატონო ახლა მაგინი ფასებს ფერავენ და ვითომ მაგარი და რაღაცა მაგრამ ფინაჩი არის ახლა მეგო დეიმტრა სულა დადებული არისო დეიმტრა პირდაპირ სულა რას ლაპარაკო უხარისხო იყო უხარისხო დეილეცა ყველაფერი იცით რა გააკეთეთ ახლა ეს კაფელი მომიქროვეთ ერთად მივიტანი მაღაზიაში და ავანაზღაურებინებ და თავიდან ახალს წამოვიღე არა იმიტომ რომ გადავყარეთ იმიტომ რომ ბარგალკას არ იკარებდა ახლა მივადე ბარგალკას იფშნება და ავდექ და სულ გადავყარე მოვაპარიატკი აქანა რომ არ იყოს ის დამტრევები და ისინი ხო გადაყარეთ ის ყველაფერი ახლა სისუთავე რო იყოს მართალ გეუბნები ხალბატონო მართალ გადავყარეთ თქო რანაირად გადავყარეთ თუ იცი წებო ცემენტი გადავუსვით ასე და ამის კუხნაში გადავყარეთ ასე ლამაზად არის ყველასე დამტრეულებსო წაუსვითო ის გამხმარი წებო ცემენტი ხალბატონო მე ვიშორეთ ხო რო არ იყოს ისინი რა ქვია ცოტა ადგილი რო დაიჭიროს ნაგავში ხო ცოტა რო იმასხნას ახლა ხო მაგი მომისმინე ხა გადავალებოთ ამას თავი საძინებლის შპალერი თუ შემირჩიეთ კი რა თქმა უნდა მე მაგ კაცო მე კატალოგები სულ დამაქნა იცოდე კატალოგები მე შანსი არ აქ ხალბატონო აი რა კარგი კატალოგები რა თქმა უნდა ეს მოუხდება თქვენ საძინებელს იდი მე შვილებს ვფიცავ მე შვილებს ვფიცებ არ არსებობს ვიდეო ეს ზალაში რო აკეთებ შენ ისეთ სპელიერი არ არის ხალბატონო ეს არის აი ხარისხი რასამო ხალბატონო რასამო გენდობი იცოდე არ მომატყუო რა თქმა უნდა რა თქმა უნდა კი ბატონო რა თქმა უნდა ახლა მე დაგიანგარიშებ მაგას რამდენი უნდა იყიდოთ თუ რულონობაში ესე იგი 30 კვადრატია ჩემი საძინებელი ხო აი კაროჩე გზეთ ვიღუბეთ ახლა უყურე რა ხდება ამან თვალი თუ მოჭუტა რასაც იტყვის ჩათვალეთ გამრავლ დორზე ზევიდა მაგ 56 სანტიმეტრიანი არის გამოდის 3 ჩამოშვება იქიდან მე 4 ჩამოშვება ხო ბოშიკ თან სახში გავაკეთე
აი ამას რა ცოტა 40 რულონი უნდა ქალბატონო არ მოგა. ბიჭო 40 რულონი ანგარიშებული მაქრო 40 რულონი უნდა მამინა. რას უნდა გაჩუნდი ზალია თუ პატარავთა. გაჩუნდი ზალია თუ არა წინა მოტეხილი საქმენა თუ რამე მოგცე იმის დედა ვატირეს თუ მეწე ვიღებ სახში მას ქალბატონო მე ახლა პროფესიონალი ვარდკო რო ამბობ შვილებს ვიფიცები. всё არ არსებობს ქალბატონო 40 რულონს მეიტან ამას არ მომჩება შეიძლება დამაკტეს მე მევიტანო პირიქით აქედან. 30 კვადრატზე 40 რულონი? აუცილებელია ქალბატონო. აი თავარია არ დაგვაკდეს და თუ მოგრჩება. ხო, დაგვაკდეს და მორჩეს, რას მორჩება, ასე დავთვლი, ეს მომჩა, მაგრამ დავდები ქალბატონო, ახლა მე არავისი არაფერი არ მინდა ცხოვრებაში. ისე ეს კედელი კარგად გაგისწორებიათ. არა? დამტანჯა ქალბატონო, მაგან მაწამა გამაძრო სახე დაჯღვარკული. ფაქტიურად მე ეს ახლა დავანგრიე და თავიდან ავაშენე. ეს ახლა ამაზე წევი და ასე წევი და 300 ბლოკიაგური წევი და ამაზე ახლა მე პირდაპირ ცალფა თողონ. მე ის გავლეს 1 ტონა ცემენტი მაგაზე წევი და გარედან გაჯიგავა კარი შპაკლი მე კაროჩე დებიტანჯე, მაგრამ გამევიდა იდეალური ქალბატონო. ასე არ არის ზალი ახლა, ასე არ იყო ყველაფერი. ბიჭო, ვასი რა იყო, მაგრამ ისე კარგად მოყევი ახლა და დაბაჯერებლად რომ მართლა მასე იყო. ბიჭო, მე რო ვამბობ ზალია, მე რასაც 300 ცალიაგური მეითხოვა. აბა არ ქნა ბიჭო, სიგზე შეხედე ბიჭო, რამხელა არის. ქალბატონო რო კედელია ეთყობა რაღაც. შენზე მეტი იცის, დაია გენასვალე გეიხარე. მასე ზუსტად მე დაანგარიშებულად მაქვს ყველა. კარგით, მე მინდა დავიდე, მაგრამ რა გჭირდება? მე ახლა რა უნდა გითხრათ? მე ახლა რა არის იცი? წინასწარ უნდა ვიღო C აუცილებლად რა. საქმეზე რომ მივდივარ, C-ს ვიღებ აუცილებლად წინასწარ. C? ბოდიში ქალბატონო მიძახის ჩემი რა გინდა? რა ჩეჩეტო რა C. შენ ხო იღებ B-ს ბიჭო. მე ვიღებ C-ს ბიჭო. მესამე რომ იმხოლოდ იღებ და D-ს ბიჭო. ელემენტარული ინგლისური არის, რა გჭირს? ხო, რა ვიცი, რუსი სწავლობდი სკოლაში, არიცი მაინც. ხო და რაფრაც არის, ალფაბეტი, მე რა გაკეთე. ერთი წუთი რაღაც არ მომწონს, ერთი წუთით. ანუ მე თქვენ ნახევარი ხო მოგეცით თანხის ნახევარი. წინასწარ მოგეცით თანხის ნახევარი. რაკენით ქალბატონო? ის ხო. ნახევარი თანხა მივეცი. თანხის ნახევარი აღებული რა. არა ბიჭო, ახლა. არა და ბოლშევი დეიფი. ბიჭო, ბოლშევი. რო გითხარი, რაღაცა იქნება ერთი კაპიკი შემოხდა. ზალია, ახლა მე პირდაპირ ნუ იმან გლახათ კი ახლა დაგიანა. ქალბატონო, 2 წუთი მიმიშვი და მე ყველაფერს მამისნი ზალია, გული ნუხსდება, ჩემი ბოლშის ნათლია ხარ, ახლა მოდი აგერა და 1 წუთი. ბიჭო, ამან მომცა ნახევარი მე იგი. და ნახევარი რომ მომცა ვიყიდე ბიჭო, იქ კაფჩა იცვითება ძმაო, მაგის კი არ არის. ვიყიდე ეს ჩვენ რაც გჭირდება, ის ნივთები, მასალების ვიყიდე და ეს მომცემს მეორე ნახევარს ახლა. იქიდან ბარგალკას ქვა გოუტყდა ბიჭო, ეს უნდა ვიყიდო. იქ კაფჩას ვიყიდე, იმას ვიყიდე, რას დარჩება იმ ნახევრიდან? გაგიყობ შუაზე, იმიტომ რომ შენი მთლიანი ნახევარი დახარჯული არის ძმა. ანუ გამიყო ვიდეო აი ეს. გაგიყო ვიდეო აბა სუჯიბეში ხო არჩევი, ბოლშევს მიცავა. არა, ქალბატონო, აგერ. ძალიან კარგი თუ მოგვარდით ერთმანეთს. არ არის პრობლემა ახლა ეს. ხო, ბატონო, რა ვარც არის მე ეს. მინდა ერთი რაღაც გითხრათ, ბიჭებო, იმედია არ გეწყინება. არა, ქალბატონო, მე მწყის რასტორი რო გამიხმება, ბევრი რო დამჩება თუ არა, მეტი მე ცხოვრებაში ხო, კარგით, მაშინ მომისმინეთ ესეთი რაღაცა გავაკეთე. ასაც გიდოთ? ამ სახლში ვაპირებ რომ გავაკეთო ფრანგული გასაჭიმი ჭერი და მაგათ ყავთ თავიანთი ექსპერტი, რომელიც მოვა ეხლა და შეამოწმებს ამ სახლში როგორ მიმდინარეობს რემონტი. რამე გადახარჯვა ხო არ არის, ან მასალის, ან თანხების, რამე ფინანსური, ხო არ ბოდიში და მომიტეხეთ ფული. აი და თუ რამე არ დაჯდება ისე როგორც უნდა იყოს, სამართლებრივ გზას მივმართავ. ქალბატონო, მეც გავჭიმავდი მაგჭერს ახლა რა იქნებოდა ისეთი რომ ეთის ღირსი ხარ მამია. აი ეს დავხვდები მოვიყვან. კაროჩე ზალია გეტყვი ახლა სიმონ ამან თუ ამომიგდო ის საქმე წაღებული იქნება. თუ ძმა ხარ ერთი სროგს და იმას თუ ეხება საქმემა თვალს ნუ მოჭუტავ და ორზე ნუ გაგვიბრუნებ რა იქნება. 4 წელი შენი გადამგიდე 4 წელი ვარ ციხეში ძმა მე თუ ამან დამიანგარიშა ზუსტად ისე ქერო რაფას საჭირო არის. ასე ვჭამოთქო და არაფერს ხო, აბა ბიჭო, მასე ვერ მოტეხავ ახლა იმას რა ქვია. აი მოგძანდით. უცებ შეათვალიერეთ აბა. გახდება და აი ეს არის ხარჯები, შეხედეთ. აჰა. სხვათა შორის კარგად მიმდინარეობს რემონტი, გადახარჯვას მე ვერ ხედავ. არა, არაფერი, ეს ზუსტად მე მგონი უცებ მივხვდით. კი, ყველაფერი ზუსტად არის, ბიჭები არ მგონი გატყუებდეთ და მეც ამას ვხედავ რომ ყველაფერი კარგად მიდის. მენდეთ მართლა. პატიოსანი ბიჭები არიან. კარგია, რაღაცნაირად დავშვიდდი. კი, აღარ ინერვიულობ, დავშვიდდი. კარგი ბიჭებო, მე გავალ მაშინ, ხო შემოგივლით. კი ბატონო. ესე გააგრძელეთ ხო? კარგად ზანდებით. მე თქვენ აქ ჭერი მინდა ფრანგული გასაჭემი და შეხედეთ რა დამითვალეთ რამდენი. კი, დაგითვლით. აბა ნახვამდის. ნახვამ. კარგად ზანდებოდით, აბა.
ანია რა ფერხარ ბიჭო თუ იცი შეგინაცვალე მე რა შომა წვალებას აქეთ თარაზო თუ რაც გვია მას აქეთ მოწყდა სულას ეს მეტრიანი შენ რა გითხარი შენ ფაბულჯერებზე ხარ ესე აბა სან მადი შოება ფული ბიჭო და აბა სად იქნები შეგაც ეს რა რუსოსია იცი ამას ახლა რო ეტყვი 20 კვადრატი უთხარი 200 მეიტანს არ არის აბა მალადე თქვენ მალადეს იბატიოსანი ხალი გოუშვიდე ისე სახში დაწკნარებული და თქვენ აღარ გეგმებს მილაგებთ მალად მასე უნდა ხალხის ისა და ხელოსნობა ო მალადე თქვენ ახალი ვერ გამევიყვანე ასოლე მე რამე ბიჭო აი თუ შევიდა არა გავარდი ეხლა კაპჩა გეის იმაზე შარვას და კალბას დაჭერ შენ არ უნდა ე ბიჭო მაყარიშზე ვაგზავნი ზუსტად დაჭერი კალბასი ბიჭო მიდი ეხლა აჯიკა სა დეიდა ეგასაც მიჭერები შენ ვერ გახარ ფონს თუ რაღაცა იქ იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.